მთავარ პროკურორს მიუმართეთ საჩივრით, რომ დაიწყოს სისხლისამართლებრივი დევნა არჩევნების გაყალბების ფაქტზე, რომელიც მოხდა ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში 2008 წლის მაისში, მაგრამ აი ამ გაყალბების თაობაზე ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მასალა სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც 5 ივლისს ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გავიდა გადაცემა, სადაც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი კოორდინატორი ქალბატონი ციკლაური საუბრობდა არჩევნების გაყალბების მეთოდებზე და კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის სამადაშვილის მიერ არჩევნების რამდენიმე უბანზე გაყალბების ფაქტზე. ჩვენ ველოდებით, რომ დაიწყება ძიება, სერიოზული ძიება, რადგან პროკურატურას და ზოგადად ხელისუფლების ორგანოებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ამ საჩივრის ბედი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმის შესაფასებლად, თუ რამდენად ზრუნავს ხელისუფლება თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის 2012 წელს მაინც და ამითი ჩვენ ერთობლივი საჩივრის შეტანის გზით გვსურდა გვეჩვენებინა, რომ თავარი ის კი არ არის, ვინ არის მაჟორიტარი და რომელი პიროვნება იქნება არჩეული. პირველ რიგში არის თავარი ის, რომ ქვეყანაში ტარდებოდეს სამართლიანი არჩევნები ზოგადად და ამ შემთხვევაში ნაძალადევის რაიონში და ხალხმა აირჩიოს, ხალხს მიეცეს საშუალება აირჩიოს, ვინ არის მისი ღირსეული წარმომადგენელი.